გამარჯობათ, მე ვარ თუთქაშის ადმინისტრატორი. ამ ვიდეოში განვიხილოთ ერთი პროგრამა. პროგრამის დასახელება არის TMS Create. ანუ ეს არის Sony Ericsson-ის თემების გასაკეთებელი. მოდით აი საინსტალაციო პაკეტი და გასწავლით როგორ უნდა დავაინსტალიროთ. გაიხსნება ესეთი ფანჯარა. ანუ welcome to Sony Ericsson TMS Create 4-დან 0 პაკეტი series visa. დავაჭიროთ next. So next, აქ შესანახი ადგილი install, ამ შემთხვევაში მე დაინსტალირებული მგდა ჩვეულებრივად დაინსტალირდება. დაინსტალირების შემდეგ დესკტოპზე გამოვარდება ესეთი შორტკატი. გავხსნით TMS Create, Sony Ericsson. შემდეგ შეგვიძლია აქ გავაკეთოთ edit-ი, ანუ აქ ამოგვიგდებს ჩვენ რა ტელეფონს შევერთებთ მის თემას და შეგვიძლია edit გავაკეთოთ. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ახალი თემა. დავაწვევით Create New Themes Use TV Zamp. ანუ გავაკეთოთ ახალი თემა. მოდით დავაწვევთ. ახლა არის ესეთი ფანჯარა. მოდით ავირჩიოთ ჩვენი სასურველი მობილური ტელეფონის ვერსია, ანუ რომელი ვერსია არის. მაგალითად 0800 ორიგინალი. Create Themes. მოდით უფრო კარგი ტელეფონი ავირჩიოთ ეს. მოდით მაგალითად K810 ავირჩიოთ. აი K810. Create. აი გამოგვიგდო ესეთი ფანჯარა. ანუ ეხა პირველ რიგში რას ვაყენებთ? შეგვიძლია ავირჩიოთ face color. აი მაგალითად ეს ფერი დავაყენოთ. აქედან შეგვიძლია ამ ფონის შესვლა, მაგალითად მოდით ეს მწვანე დავაყენოთ. ასე შემდეგ ეს დავაყენოთ, მოდით წითელი ეს დავაყენოთ, ეს მოდით ესე. ხა ძალიან უგემური თემა, მაგრამ თქვენ უფრო არჩევთ. მე უბრალოდ ვიდეო გაკვეთის ვიღებ, როგორ უნდა გააკეთოთ. უკეთესად თქვენ თვითონ გააკეთებთ. გადავიდეთ background-ში. background-ში შეგვიძლია ავირჩიოთ ჩვენი სასურველი სურათი. მოდით მაგალითად ვირჩიოთ აი ეს სურათი. მოგაცრავად ეს ძალიან პატარა. აი მაგალითად ავირჩიოთ აი ეს სურათი. შემდეგ ავირჩიოთ აგეთ სხვა სურათი, მაგალითად აი ეს. და აქ ავირჩიოთ აი მაგალითად აი ეს. კარგით. გადავიდეთ style. ანუ ახლა გამოჩნდა აქ რომ ესეთი სურათებია. style-ში შეგვიძლია ავირჩიოთ ანუ არის სხვადასხვა multi-tramet. აქ შეგვიძლია არჩევა text. მოდით ნამ დავაყენოთ. გადავიდეთ preview. ანუ გამოგვივიდა ჩვენ ესეთი თემა, ანუ თავარ ეკრანზე აყენია ეს სურათი, მენიუში ეს სურათი. ასე შემდეგ, აი როგორი დავაყენეთ ეს თემა. შემდეგ ამ თემის შენახვა ხდება. ეს მე თვითონ შესანახ ადგილს. თქვა დესკტოპი. ასე. აი გამოჩნდება ესეთი თემა. აი აქ განვიხილოთ, ესე შეგვიძლია ესე შევცვალოთ. აი ესეთი თემა, თემა ჩვეულებრივად გადაწერთ ტელეფონში. და ჩვეულებრივად გაიხსნება. ამით ეს ვიდეო გაკვეთილი დასრულდა. თუ რაიმე თხოვნა გექნებათ, შეგიძლიათ შემოვბრძანდეთ საიტზე და დაწეროთ თხოვნებში.